მოგესალმებით. საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და რასთავარია შედეგიანი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და პირდაპირ გადავალ საქმეზე გეტყვით, რაზე შევჯერდით. პირველ რიგში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლება კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს ხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს, რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 წლიან სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე ჰქონდა საინტერესო დისკუსიები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ხარდაჭერა რეფორმის მიმართ. რაც შეეხება მთავარ საკითხს, ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს ხო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა. ასევე მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკურ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ მქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო 2 წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ კიდევ ერთხელ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით. მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს იყვნენ შეხვედრაზე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს, აკადემიური საბჭოს წევრებს. ძალიან ღირებული იყო დისკუსიები, რომლებიც გაიმართა. ძალიან შინაარსობრივად დატვირთული იყო ეს დისკუსია და საბოლოო ჯამში მოხარული ვართ, რომ შევჯერდით ერთიან გადაწყვეტილებაზე ყველაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ბატონ გივის მინდა ვთხოვო. მოგესალმებით, მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი. შესაბამისად იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, უკვე ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც რა თქმა უნდა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი და ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება სწორედ აი ამ მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციით განსაზღვრული და შესაბამისად იმ ორიენტირზე იყოს, ასე ვთქვათ, ეს გაკეთებული, რაც კონკრეტულად ხარისხის ამაღლებას და შესაბამისად აქვე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენ ვნახავთ რა რესურსები არის, რა რესურსებთან მიმართებაში ჩვენ დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ფაკულტეტები მილევად რეჟიმში არიან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანი გარდა პროგრამების დადარებისა, შესაბამის უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან, გარდა იმისა, რომ მილევად რეჟიმში მოხდეს სწორი და ეფექტიანი გადაყვანა, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და მათი აი ამ რეფორმიდან გამომდინარე სწორად გადანაწილება ამ რესურსების, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში ორიენტირებული არის
იმ განაცხადზე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თვითოეული ადამიანი ჩვენთვის ღირებული არის და თვითოეული ადამიანის მხარდაჭერა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება. მადლობა. შეკითხები თუ არის სადარგი პასუხი. მოგესალმებით, ნინო არფლიანი, ტელეკომპანია იმედი, ბატონ პრემიერ-მინისტრო. რა ჩვენა თქვენთვის ამ პროცესმა, რომელიც რამდენიმე კვირა უკვე გრძელდება, შეიძლება 2 კვირაც, იყო რამდენიმე შეხვედრა და პროფესორ მასწავლებლები სანამ ადმინისტრაციაში შემოვიდნენ, ამბობდნენ, რომ კი რეფორმის მომხრე ვართ, მაგრამ არა გაერთიანების. რას გულისხმობენ, როდესაც რეფორმაზე საუბრობენ, რა საჭიროება დგას დღეს უნივერსიტეტის წინაშე იმისთვის, რომ სტუდენტმა დარჩენილ ფაკულტეტებზე მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება. რა თქმა უნდა, ზოგადად ჯანსაღ დისკუსიას ყოველთვის აქვს თავისი დატვირთვა და მე ვიტყოდი, რომ დღეს შედგა ზუსტად ასეთი ჯანსაღი დისკუსია. რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური პოზიციები, ჩვენც გვქონდა ჩვენი სუბიექტური პოზიცია, ბუნებრივია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ საკუთარი სუბიექტური პოზიცია, მაგრამ რასთავარია, შედგა ჯანსაღი დისკუსია და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ შევძელით შეჯერება საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამიტომ ემიდა შეხვედრაზე წარმოადგენენ თითოეულ ადამიანს, აკადემიურ პერსონალს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მინდა გადავხადო მადლობა. სწორედ იმის გამო, რომ ისინი ჯანსაღ დისკუსიაში ჩაერთვნენ ჩვენთან ერთად. რაც შეეხება საჭიროებებს, რომლებიც დგას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე და ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე საქართველოში, არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა. დღეს გქონდა საუბარი მაგალითად საერთაშორისო რეიტინგებზე. ჩვენი უნივერსიტეტების რეიტინგი, თუ ავიღებთ ყველაზე სანდო, ასე ვთქვათ, შემფასებელ ორგანიზაციებს, ინსტიტუციებს, მერყეობს როგორც წესი 5-დან 15 ქულამდე 100 ქულიდან. მაგალითად, იგივე აკადემიური რეპუტაციის ნაწილში, ხო? ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები. მიზეზი იყო 90-იანი წლების კრიზისი, რამაც თავის კვალი დაატყო ბუნებრივია უმაღლეს განათლების სისტემას და ამის შემდეგ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ძალიან მძიმე უხეში ჩარევები განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ამას ჰქონდა ღრმად პოლიტიკური მიზეზები და ასევე ღრმად იდეოლოგიური მიზეზები და როგორც ეს პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური მიზეზები იყო უკიდურესად მანკიერი და ყველაფერი მიზნად ისახავდა არა სისტემის გაჯანსაღებას, არამედ პირიქით არასწორი მიმართულებით სისტემის განვითარებას. და მოვედით იქამდე, სადამდეც მოვედით. როდესაც გამოვაცხადეთ რეფორმის ინიციატივის თაობაზე, თავიდანვე ვთქვით, რომ განათლების სფერო იყო ერთ-ერთი სფერო, სადაც ყველაზე ნაკლების გაკეთება მოახერხეთ 2012 წლის შემდეგ. თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და დღეს ძალიან სერიოზულად მოვიგიდეთ ჩვენ უმაღლესი განათლების რეფორმას. ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთ-ერთი რამ. ქართულმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე ის იღებს დღეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ბოლოს დავდივართ აქამდე. ამას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები და ამას სჭირდება რასთავარია შემდეგ უკვე შინაარსობრივი ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება უშუალოდ სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას, სახელმძღვანელოების დახვეწას, კადრების მომზადება, გადამზადებას და შემდეგ. ყველა მიმართულებით არის ძალიან სერიოზული გამოწვევები, ეს არის ძალიან კომპლექსური რეფორმა, ამას აქვს თავისი პოლიტიკური გამოწვევებიც, ამასაც ყველა ხედავს, თუმცა ჯანსაღი მიდგომის პირობებში და სწორი და მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, პოლიტიკის პირობებში ფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დასახულ მიზანს მივახციოთ და დღეს თუ განათლების ხარისხი საქართველოში არის რბილად რომ ვთქვათ დაბალი, შეგვიძლია საშუალოდ იმ პერსპექტივაში ეს ხარისხი თვისებრივად ავამახლოთ, ამისათვის ბუნებრივია გაკეთდება ყველაფერი. კითხავთ თუ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტისა და მარკო რუბიოს შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც მიხეილ ყავალაშვილმა თქვა, რომ მას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ შეიქმნება ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მოამზადებს შეიქმნება იმისთვის, რომ გაანალიზების რეჟიმში მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, მან ასევე ისაუბრა, რა ცუდი როლი იქონია წინა ადმინისტრაციამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მთავრობის მეთაურს ამ შეხვედრის ფონზე რა მოლოდინი აქვს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მადლობა. თქო უნდა ეს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ჩვენი განაცხადი არის ცნობილი, ჩვენი სურვილია
სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული სამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად და კულმინაციის სახით შეწყვიტა, შეაჩერა საქართველოსთან. ხომ ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ბატონი რუბიოს ეს ასე ვთქვათ გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, დანარჩენი უნდა დავალოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. ბატონ პრემიერო, მოგესალმებით. დღეს რუსთაველში არის დებატები. ამ ინიციატივის ავტორიც ხართ თქვენ, დღეს იქნებით გადაცემაში და მთავარი თემა ვიცით რომ იქნება ფასების საკითხი. ზოგადად დებატების საკითხი რატომ გახდა მნიშვნელოვანი საზოგადოებაში რომ გაჩნდეს ესეთი სივრცე, სადაც ყველა მხარეს ექნება საშუალება საკუთარი პოზიციები მნიშვნელოვან თემაზე დააფიქსიროს. და გარდა ამისა, კითხავთ ასევე ფასების ნაწილთან დაკავშირებით კომისია იყო შექმნილი, რა აჩვენა გამოწვევებმა და დღეს არსებულმა მდგომარეობამ ქსელურ სუპერმარკეტებში რაც არის. რეალურად მთავარი მიზანი დისკუსიის გახსნის არის საზოგადოებაში საერთო ვითარების გაჯანსაღება და პოლარიზაციის დამარცხება, ხელოვნურად თავსმოხვეული, გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივად შემცირება, ეს არის მთავარი მიზანი. სწორედ იმისათვის, რომ საზოგადოება ყოფილიყო მაქსიმალურად გახლეჩილი, იკეთებოდა ყველანაირი სივრცე დისკუსიებისთვის, ჯანსაღი დებატებისთვის, ჩვენ ეს ჩაგედელი წრე უნდა გავარღვიოთ და ზუსტად ამას ემსახურებოდა ჩვენი ინიციატივა და მადლობა მინდა გადავხადო რუსთავ იორს, რომელიც თავიდანვე გამოეხმაურა ამ ინიციატივას და სწორედ ამ ფორმატში შედგება დღეს ძალიან საინტერესო ვიტყოდი დისკუსია ფასების თემასთან დაკავშირებით. აქაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი დისკუსია, ეს არის ის საკითხი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმშველოთ იმასთან დაკავშირებით თუ რა განაპირობებს შესაბამის ფასებს ჩვენ ქსელურ მარკეტებში, მაღაზიებში და ამის საფუძველზე უნდა შევჯერდეთ იმასთან დაკავშირებით თუ რა ფარგლებში არსებობს ფასების შემცირების რესურსი. ამაზე გაიმართება დღეს დისკუსია და რასთავარია საზოგადოება თვითონ მოისმენს მხარეების არგუმენტებს ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ უყუროს დღევანდელ დებატებს. ასევე მინდა გითხოთ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე და ანგარიშზე. 75 გვერდიანია და საქართველოს აქ არის ნახსენები 86-ში, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ფლაგმანური პროექტები ანაკრიის ხმალწვოვანი პორტი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი. ამ კვლევაში ასევე ვკითხულობთ იმასაც, რომ საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელებაზე არის დამოკიდებული, მათ შორის ევროკავშირის ეკონომიკური სტაბილურობა. რისი თქმა სურს ევროკავშირის აი ამ დოკუმენტის მიხედვით? როდესაც იწერება ხოლმე ობიექტური შეფასებები, რაც ემპირიულ კვლევაზე დაფუძნებული დოკუმენტები, როცა დგება ევროკავშირში, ყველაფერი იქ არის ხოლმე ასახული ისე, როგორც არის სინამდვილეში. არის ამის საბერძნეთ ხშირად უხეში პოლიტიკური განცხადებები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან. ეს არის მორიგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხედავს ობიექტური მკვლევარი საქართველოში შექმნილ ვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ იცით, რომ შეიცვალა მთლიანად პოლიტიკური კონტექსტი და ამ ფონზე შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება, მაგალითად რუსეთის ფედერაციის მიმართ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპელი ბიუროკრატები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან. სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირ დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებასთან ჭყალებში მოუნდებათ ასევე დიალოგის დაწყება. ორმაგ სტანდარტებზე მინდა ხაზგასმა ამ მცირე, ასე ვთქვათ, გადახვევით. კიდევ ერთხელ ორმაგი სტანდარტები არის სერიოზული პრობლემა დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ კუთხით დაძლევს თავის პრობლემებს. ბატონო პრემიერო, მე მინდა გკითხოთ ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკაზე. სულ უფრო მეტი მოწინააღმდეგე ყავს თავად ევროპულ გაერთიანებაში მათ პოლიტიკას. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა, რომ ისინი აღარც ახალი მიგრანტების მიღებას აპირებენ და არც იმ ჯარიმის გადახდას, რომელსაც ამ შემთხვევაში ევროკავშირი მათ დააკისრებს, მანამდე იყო უნგრეთის პოზიცია, პოლონეთის. ეს ფაქტი რას გეუბნებათ თქვენ? სადაც ლატვია ამბობს ასეთ რამეს, იქ ალბათ აშკარად ჩანს, რომ ევროკავშირში რაღაც ისე აღარ არის, როგორც აქამდე იყო. რეალურად თვითონ მიიყვანა ევროპულმა ბიუროკრატიამ აქამდე ევროკავშირი, მათ შორის იმ აბსოლუტურად გაუმართლებელმა
მიგრაციულმა პოლიტიკამ, რომელმაც შეუქმნა სერიოზული პრობლემები ევროკავშირის ზოგადად და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები, სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით. იმედი უნდა დავიდოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით. უნდა გკითხოთ, თქვენს განცხადებას შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულს, ამბობდით, რომ ჩვენ მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ რა სკამზე დარჩება დღეს თუ ხვალ. ვის მოიაზრებდით უნივერსიტეტებში, ვინ სკამებისთვის იბრძვის, რექტორებზე რას გვეტყვით, სამუშია და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი შეინარჩუნებენ თუ არა პოზიციებს. და აქვე გკითხავთ, რადგან მიმართულებები კონკრეტული უქმდება ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური მიმართულება რჩება ამ პროფესურას რაბედიელის და შენობებს, რადგან ფაქტია, რომ აღარ იქნება საჭირო ამდენი შენობა უნივერსიტეტის მიზნებისთვის. რაც შეეხება საკადრო საკითხებს, მე ამას არ ჩავღრმავდები, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, შესაბამისი პროცედურები არსებობს ამისათვის, ამიტომ საერთოდ მოვერიდები ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას. რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ზოგადად მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე, ამას ხაზი გაუსვით დღევანდელ შეხვედრაზეც. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებებს, ტექნიკურ უნივერსიტეტში მილევად რეჟიმში რჩება და აქედან გამომდინარე შესაბამისი აკადემიური პერსონალიც რჩება. რაც შეეხება ამ პროგრამების დასრულებას, ამის შემდეგ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. მთლიანობაში საქართველოში არის დაახლოებით 6000 პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს უმაღლესი განათლების სისტემაში. აქედან ალბათ მაქსიმუმ 1000 არის ისეთი, ვინც მთლიანად არის დამაგრებული, ასე რომ ვთქვათ, უმაღლეს სასწავლებლებში, დანარჩენი, როგორც წესი, შეთავსებით ან არასრულ განაგვეცე მუშაობს უნივერსიტეტებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ დეფიციტი გვაქვს, რეალურად გვაქვს დეფიციტი, არათუ შემცირებაზე შეიძლება იყოს საუბარი, პირიქით მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის. შესაბამისად, შეგვიძლია ხმამაღლა გავცეთ ეს პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში განურჩევლად გადაადგილების შინაარსისა. სამუშიაზე და გურგენიძეზე დავასუსტებ. ანუ რექტორებს არ აქვთ გარანტია, რომ თუნდაც გარდამავალ პერიოდში იქნებიან ამ თანამდებობებზე. გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტები რჩება, რექტორებიც რჩებიან. თუ ისინი არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, ან თუ შესაბამისი პროცედურებით არ მიიღება სხვა გადაწყვეტილება, ხო, ამას აქვს თავისი პროცედურები. ამიტომ ამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ აღარ ცხადდება რეორგანიზაცია შერწყმა, შესაბამისად აღარ არის, ასე ვთქვათ, დროებითი მართულობის დანიშვნის საჭიროება, ყველაფერი რჩება ისე როგორც არის. ამიტომ ამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი ვეღარ იქნება. მაგალითად თსეუს რექტორმა აღნიშნა, როგორც ვიცით, განათლების მინისტრთან კომუნიკაციის დროს, რომ თუ შერწყმა მოხდება, სავარაუდოდ ის დატოვებდა თანამდებობას. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია და სამუშიას კონტექსტში რომ გვითხრათ, ხომ არ იცით, ტოვებს თანამდებობას თუ რჩება ამ გადაწყვეტილების შემდეგ? შერწყმა აღარ ხორციელდება, დანარჩენი არის უშუალოდ რექტორზე დამოკიდებული, ხო, მე რანაირად გასახოთ ამას. კომუნიკაცია არც თქვენ და არც გივი მიქანაძეს აღარ გქონიათ ჯაბა სამუშიასთან მაგალითად? მე არ მქონია კომუნიკაცია, შეიძლება მილის ჰქონდა, მაგრამ თუ არის შიდა კომუნიკაცია, ეს არის ბუნებრივია ჩვენი საქმე, ხო, ამაზე ჩვენ საჯაროდ განცხადებას ვერ გავაკეთებთ და არ გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გამომდინარე ამ გადაწყვეტილებიდან დროებითი მართულობითი ორგანოები აღარ ინიშნება, შესაბამისად ყველაფერი რჩება ისე როგორც იყო. შენობებზეც რომ დააზუსტოთ. შენობებს რაც შეეხება. ზოგადი პრინციპი არის შემდეგი, თუ რომელიმე შენობას აქვს განსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით, ხო? მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში ცალსახად აღნიშნეთ, რომ ბუნებრივია ვერ შევეხებით და არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში პირველ და მეორე კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობის განუყოფელი ნაწილი. რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტსაც არ ვეხებით, ყველაფერი რჩება ისე როგორც არის. რაც შეეხება ტექნიკურს, ამაზე დღეს გქონდა საუბარი. გვექნება მსჯელობა კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და მის საფუძველზე შეგვიძლია შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე, აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე.
ახლა ისმის თქვენ. მოკლედ თქვენ თავდაპირველად ძალიან მკაფიოდ თქვით, რომ ეს რეფორმა აღსრულდებოდა, ორი უნივერსიტეტი გაერთიანდებოდა და უკან არიხევდით და გვახსოვს რამდენიმე საათიანი შეხვედრები განათლების მინისტრთან, ministris მოადგილესთან. რა იყო ის მთავარი არგუმენტი დღეს, როდესაც შეიცვალეთ ეს პოზიცია და გარკვეულწილად წახვედით დათმობაზე, ხო? წავიდა რეალურად მთავრობა დღეს დათმობაზე უნივერსიტეტებთან დაკავშირებით. რა იყო ეს არგუმენტი პირველ რიგში და შემდეგ გავაგრძელებ ჩემი კოლეგის კითხვას, უნდა ეშინოდეთ თუ არა ახლა ლექტორებს, რომლებიც არიან სწორედ იმ ფაკულტეტის წარმომადგენლები და ლექტორები, რომლებიც მილევად რეჟიმში არიან და თუ არ უნდა ეშინოდეთ, მაშინ რა ალტერნატივა ექნებათ მათ მაშინ, როდესაც ეს ფაკულტეტები ჩაიხსნება ტექნიკური უნივერსიტეტიდან. პირველ რიგში აჩხობა ჩემს კომენტარებს, ბოლო კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთე გუშინ და მანამდე ვაკეთებდი იდენტური შინაარსის კომენტარებს. მე მკაფიოდ განვაცხადე რამდენჯერმე, რომ რა თქმა უნდა, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე განხორციელდება რეფორმა დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად და რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს, ამასთან დაკავშირებით არ მithქვამს არც ერთხელ, რომ იქნებოდით კომპრომისები, ასე ვთქვათ, ხისტად პრინციპულები და ეს შემდეგ არც ერთხელ არ გამიგეთებია ასეთი კომენტარი. ჩვენ ველოდებოდით პირიქით, გუშინაც ვიცოდით, რომ გვექნებოდა დღეს კონსულტაციები ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაერთიანებასთან დაკავშირებით არც ერთხელ არ გავიგეთებია რაიმე ხისტი და მკაცრი კომენტარი. ხისტი და მკაცრი კომენტარი ეხლა შემიძლია გავაკეთო კონცეფციის განხორციელებასთან დაკავშირებით. რა კონცეფციაც დამტკიცდა თავისი ყველა ელემენტით, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს ჭირდება ქართულ ახალგაზრდას, ქართულ სტუდენტს, რომ მან მიიღოს მომავალში მაღალი ხარისხის განათლება ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის პრინციპული ამოცანა, რომ ვითარება რადიკალურად უნდა შეიცვალოს. დღეს თუ მაგალითად ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტის რეიტინგი საერთაშორისო დონეზე არის რაღაცა 100-დან პირობითად 15 ქულა. ეს რადიკალურად უნდა შეიცვალოს, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და მეორე ნაწილი. კი, რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში ჰუმანიტარული მიმართულების ლექტორებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2 წლის განმავლობაში დარჩება, 2 წელიწადნახევრის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში შესაბამისი დისციპლინები ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამის შემდეგ მაქსიმალურად ვიზრუნებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გვაქვს დეფიციტი. სიჭარბე კი არა გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში. შესაბამისად, როგორც კი დადგება ამის დრო და საჭიროება, მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რა თქმა უნდა, თითოეულ პროფესორ მასწავლებელზე, რომელიც დღეს არის ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმებული ჰუმანიტარული მიმართულებით. გამარჯობა, მარიამ იმრლიშვილი, ედუარის-ჯი, მე მაქვს ასეთი შეკითხვა ბატონო ირაკლი, სამხატვრო აკადემიისა და სახელმწიფო კონსერვატორიისგან რომ ხელოვნების სკოლას ქმნით. ადასტურებთ ამ ინფორმაციას. არა, ყველა უნივერსიტეტი, 3 უნივერსიტეტია თბილისში. კულტურის ხელოვნების შემოქმედების მიმართულებით, ეს არის თეატრალური, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის კონსერვატორია და ეს არის სამხატვრო აკადემია. სამივე რჩება ისე როგორც არის. ეთილი კიდევ ერთი შეკითხვა, როგორც ცნობილია რეფორმის ფარგლებში, უცხოელი სტუდენტების მიღება კერძო უნივერსიტეტების გარდა გამონაკლისის სახითაც იქნება შესაძლებელი უმაღლესებში. შეიძლება თუ არა რომ ამ გამონაკლისში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოიაზრებოდეს? საერთაშორისო სტანდარტია ზოგადად რომ 5%-ს ინტერნაციონალიზაციის მიზნით უნივერსიტეტებში უნდა შეადგენდნენ უცხოელები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს 5%-იანი სტანდარტი დავიცვათ მინიმალურ დონეზე, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი, ამას დავიცავთ მინიმალურ დონეზე. ეს შეეხება უკლებრივ ყველა უნივერსიტეტს თანაბრად. მოგესალმებით, გელა ბოჩიკაშვილი, რადიო თავისუფლება. დავიწყებ არა ასე ვთქვათ მიმდინარე თემით. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს მე-20 პაკეტში, სანქციების მე-20 პაკეტში საქართველოს ნაწილში სანქციების ხსენებასაც. სიაში, რომელიც ევროკავშირის სანქციებს გაგრძელება მოთხოვნილი, არის ყულევის სპორტის ნახსენებით. სწორედ იმის გამო ამოვიკითხო, რომ უზუსტობა არ იყოს ფრაგმენტი, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი. იგი გამოიყენება ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში და სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ეს საკითხი.
თუ კი ეს ასე მოხდება, სანქციების ნაწილში განხილული იქნება ყულევის სპორტიც, რა რეაქცია შეიძლება ქონდეს საქართველოს მთავრობას, დაემორჩილება თუ არა სანქციების ნაწილს ამ ნაწილში, ან რა პასუხი შეიძლება რომ ქონდეთ თქვენ? ჩვენ სადავართ დეტალური ინფორმაცია წარუდგინოთ ევროკომისიას, კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით, მზადვართ, რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ესეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ და შემდეგ კითხვა მექნება ბატონ გივისთან. ფასების ნაწილი არის კი ბატონო, ფასების ნაწილზე მინდა კითხოთ ასეთი რაღაც, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ამბობთ რომ ფასები არის საქართველოში ძვირი. რა წარმოქმნის საქართველოში ფასს? რატომ არის საქართველოში ძვირი ფასი? ხომ არ ახდენს ამაზე გავლენას თუნდაც ის გადასახადები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ან სხვადასხვა რგოლებია აწესებს, როგორც არის მაგალითად ჯარიმები, რომელზეც უწუნებენ რომ გაიზარდა ჯარიმები, არის ასევე პარკინგის გადასახადი, არის ასევე რამდენიმე თვეში რომ გაიზარდოს კომუნალური გადასახადები. აი რა წილი თქვენ თუ დათვალეთ, როგორ წარმოიქმნება ფასი საქართველოში, როგორ წარმოიქმნება ევროკავშირის ქვეყნებში, რომელსაც თქვენ შეადარეთ. რომელ ქვეყანას შეადარეთ და იქ ხომ არ არის პირობითად უფრო მაღალი კონკურენცია, ხომ არ არის ის რომ უფრო მაღალი შემოსავალი აქვს საზოგადოებას, უფრო მაღალია ბრუნვა. ანუ როდის აღმოაჩინეთ თქვენ რომ ფასები არის მაღალი? თუ შედიხართ სუპერმარკეტში და ბოლოს როდის ნახეთ რა პროდუქტზე თქვით რომ აი ეს პროდუქტი იყო გაძურებული, იცით ზეთი რა ღირს, შაქარი რა ღირს, კვერცხი რა ღირს, აი ამაზე რომ გითხრათ. ჩვენ ვიდეოში დეტალურად წარვადგინე ფასები, როგორც ევროპის, ისე საქართველოსი და ვნახეთ რომ ფასებს შორის არის არსებითი სხვაობა. ანუ რაც ღირს ევროპაში უფრო იაფი, ის ღირს საქართველოში მაგალითად 50%. ყველას ეხება ეს, ანუ ძირითადი სასურსათო კალათიდან ყველა პროდუქცია ეხება, ეს ეხება ბრინცად, ზეთსაც, კარაქსაც, რძის პროდუქტებს ყველას. უკვლები ყველა შემთხვევაში ევროპაში არის უფრო დაბალი ფასები და აქ არ ვფიქრობთ, რომ ლოგიკურია ის მოცემულობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ფასწარმოქმნას, ჩვენ თქვით რა ქმნის მაღალ ფასებს. ფასდამატი დისტრიბუციის დონეზე არის 46%. და შემდეგ უკვე ქსელური მარკეტების დონეზე არის 29%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია და ჯამურად ეს გამოდის 86%, ანუ დისტრიბუცია პლუს ქსელური მაღაზიები. ხო 86%-ია ფასდამატი. რაც შეეხება გადასახადებს, მე მოვისმინე ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ექსპერტი თუ სექტორის წარმომადგენელი გამოდიოდა და აცხადებდა, რომ ორი მიზეზი ჰქონდა ფასების ზრდას, ერთი თქვა გადასახადები, ანუ სახელმწიფო გადასახადები და მეორე თქვა პარკინგი. პარკინგი ვიანგარიშეთ და მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუტორებს წარმოებლებს გამოწერილი აქვთ 600,000 ლარის პარკინგის ჯარიმა. საქართველოს მოსახლეობაზე per capita ერთ მოსახლეზე რო ვიანგარიშო, ეს ყველაფერი გააძვირებდა 15 თეთრი წელიწადში ფასებს თითოეული მოქალაქისთვის. წელიწადში 15 თეთრით. მეტად 15 თეთრით აძვირებდნენ ფასებს, ხო? წელიწადში 15 თეთრია საუბარი. ხამის შემდეგ სერიოზულად როგორ შეიძლება მოусმინო ასეთ ადამიანს, რომელიც აცხადებს, რომ 600,000 ლარის წლიური ჯარიმები განაპირობებს ფასების ზრდას. ერთ ადამიანზე არის 15 თეთრი წელიწადში. ნუ არა სერიოზულია, ხო ეს პირველი არგუმენტი უკვე ჩანს, რომ არაფერში არ არის ფასების ზრდასთან. რაც შეეხება გადასახადებს, გადასახადები ჩვენ კი, ყველაფერზე გეტყვით. ყველაფერზე გეტყვით, ხომ? რაც შეეხება გადასახადებს მთლიანობაში. ჩვენი საგადასახადო სისტემა რო ავიღოთ, გვაქვს ყველაზე დაბალი გადასახადები ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. 24%-ია ეკონომიკასთან მიმართებით მთლიანი საგადასახადო წილი. 24% მთლიანად, ხო? მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში როგორც წესი, ეს მაჩვენებელი მერყეობს 30%-დან ზოგან ადის 40%-ზე მაღალია, ხო, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, ხო? ანუ საგადასახადო ტვირთი საქართველოს ბევრად უფრო ნაკლებია. გარდა ამისა, მაგალითად, რო ავიღოთ ქსელური მაღაზიები, იჯარის ფასი, შესყიდვის ფასი, ხელფასები და ამ შემდეგ, ყველა კომპონენტში აქვთ უფრო დაბალი დანახარჯები. ერთადერთი რჩება საბანკო კრედიტის პროცენტი, სადაც არის უფრო მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს არის მხოლოდ საბანკო კრედიტი. ყველა დანარჩენი პარამეტრით ნაკლები ტვირთი აქვს დისტრიბუციასაც და ქსელურ მარკეტებსაც, მათ შორის გადასახადების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაურკვეველია, საიდან შეიძლება მოდიოდეს ამხელა ფასდამატები. მე უხეშად ვიტყოდი, რომ სადღაც 25%-იანი შემცირების რესურსი მაინც უნდა არსებობდეს.
იმ საერთო ანალიზიდან გამომდინარე, ეს არ არის ზოგადი ასე ვთქვათ ინტუიტიური შეგრძნება, იმ ანალიზიდან გამომდინარე, ფაქტობრივი მონაცემების შედარების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 25%-იანი კლების რესურსიც კი არსებობს, აი დღეს გვექნება ამ თემებთან დაკავშირებით უფრო დეტალური მსჯელობა რუსთავიორის ეთერში. პუბლიკა კახიძე ხატია, დიუშენით დავადებული ბავშვების მშობლები უკვე დიდი ხანია თქვენთან შეხვედრას მოითხოვენ. აქ არიან დღესაც აპირებთ თუ არა შეხვდეთ და როდის აპირებთ? ჯანდაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯვალაძე აქტიურად არის ჩართული ამ საკითხის განხილვაში. მე პირველ რიგში მასთან მინდა დავინტერესდე დეტალებით, უკვე ქონდა ერთი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით და მასთან კიდევ ერთხელ მექნება შეხვედრა, მსჯელობა და ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. საკითხი თავისთავად ძალიან გრძნობიარეა, ძალიან მტკივნეულია. თავარია რომ არსებობდეს ობიექტური გზა, გადაწყვეტის ობიექტური გზა, ამაზე მინდა მქონდეს კიდევ ერთი მსჯელობა ჯანდაცვის მინისტრთან და მე მოგახსენებთ როგორ გაგრძელდება პროცესი. მშობლებს, იმიტომ რომ ისინი არ მცხადებენ დობას მინისტრ ჯანდაცვის და მოითხოვენ რომ თქვენ შეხვდეთ უშუალოდ. მოდით მე მექნება მინისტრთან მსჯელობა და შემდეგ გეტყვით ჩემს პოზიციას. ბატონო გივი, უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ რამდენიმე დღის წინ ისაუბრეთ, რომელი გადაწყვეტილებაც დღეს შეიცვალა. მტკიცებით ჩამოვდით რამდენიმე დღის წინ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამბობდა, რომ წინა დღეს გაიგო, ანუ გადაწყვეტილება უნივერსიტეტში ვისაც უნდა მიიღო, იმ ადამიანებმა არ იცოდნენ, ეს იყო აკადემიური საბჭო, ანუ გადაწყვეტილების მიმღებმა უწყება მარცხო. ვისთან შეთანხმდით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული? ან ეს იყო თქვენი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ ეს უნდა შემდგარიყო, უნდა გაერთიანებულიყო უნივერსიტეტები თუ ეს იყო შეთავაზება, რომელსაც დათანხმდა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ მას თანხმობა არ თქვა თქვენთვის. რაზე დაყრდნობით თქვით, რომ ეს ორი უნივერსიტეტი ერთიანდებოდა? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის თავარი ამოსავალი პრინციპი არის კონცეფცია, რომელთაც ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს და ყველა ის მოცემულობა, რომელიც ამ კონცეფციაში არის გაწერილი, აუცილებლად კაცრად იქნება დაცული, განხორციელებული, მით უმეტეს მთავრობის დადგენილებით ეს კონცეფცია უკვე დამტკიცდა თქვენიცით და მას სამართლებრივი საფუძველი მიეცა. ისევე როგორც რიგი საკანონმდებლო ცვლილებების, რომელიც აუცილებელი არის ამ კონცეფციის განსახორციელებლად, პარლამენტმა ჯერ დეკემბერში და შემდეგ გასულ კვირას უკვე დაამტკიცა და ისინი ძალაში არის შესული. როდესაც საუბრობდით ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვდიოდით იმ პოზიციიდან, რომ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება ბევრად უფრო მეტ პოზიტივს მოიტანდა, როგორც ადამიანური რესურსების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაერთიანების თვალსაზრისით და ჩვენ რა თქმა უნდა ორიენტირებული ვიყავით, ვართ და ვრჩებით, რომ აკადემიური პერსონალური მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ მილევად რეჟიმთან გვაქვს უკვე გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება საკითხს რექტორებთან კომუნიკაციის თაობაზე, ჩვენ ყველა ჩვენს კომუნიკაციაში საზოგადოებასთან და მედიასთან ვამბობდით და ვაფიქსირებდით, რომ ეს კომუნიკაცია შედგა მათთან, იყო კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება გვაქვს, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული და გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს არგუმენტები ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ეს პოზიციები ჩვენ არაერთხელ გავასაჯაროვეთ, მათ შორის ჩემმა მოადგილემ, შემდგომში მე, როდესაც შეხვედრა მქონდა ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ წარმომადგენლებთან, მქონდა შესაძლებლობა, რომ ამის შესახებ მრავალსაათიანი, ასე ვთქვათ, დისკუსიის ფორმატში გვემსჯელა, ისევე როგორც დღესაც ძალიან აქტუალური, ვფიქრობ, კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მთავარი კომპონენტი ამ ყველაფრიდან არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი. ეს პრინციპი არის აღებული სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კონტექსტში. სწორედ ამ საკითხზე იქნა შეჯერებული პოზიცია, პირველი რაც მთავარია, ეს პარასკევსაც განვაცხადე, როდესაც თითქმის 6 საათიანი შეხვედრა დასრულდა, დღეს პრემიერ-მინისტრმა ამის თაობაზე ისაუბრა, რომ აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები და მთლიანად უნივერსიტეტის აკადემიური წარმომადგენლობა ერთხმად აღიარებს და მხარს უჭერს იმ რეფორმის კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და აცხადებს მასში სრულ ჩართულობასა და მონაწილეობის მზაობას. შესაბამისად, თუ შეიძლება დავამთავროთ. შესაბამისად, ამ პრინციპიდან გამომდინარე, შედგა დისკუსია და მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თუ კი განიხილებოდა მხოლოდ საინჟინრო ტექნიკური მიმართულებების დატოვება,
რა პოზიცია იქნებოდა მათი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა თანმდევი მიმართულებები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომ გადასულიყო მილევად რეჟიმში. და მას შემდეგ, როდესაც ჩვენ მივახციეთ ამ შეთანხმებას და გამომდინარე იმ, ასე ვთქვათ, პოზიციისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა უსმენთ ყველას, ვაფასებთ თითოეული ადამიანის პოზიციას, მით უმეტეს იმ ადამიანებისა, რომლებიც ათეული წლებია ამ უნივერსიტეტის სახეს ქმნიან, ამ უნივერსიტეტთან არიან დაკავშირებული, აი ამ შეჯერებული პოზიციებით იმ თავარი პრინციპების დაცვით, რაც რეფორმის კონცეფციიდან გამომდინარე არის, სწორედ მივიღეთ ერთობლივი საბოლოო გადაწყვეტილება. კი, მე მინდა რომ ან ჩემს კითხვას გონია რომ არ უპასუხეთ. მინდა მითხრათ ვისთან შეთანხმდით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რექტორები არ ეთანხმებოდა. ყოველ შემთხვევაში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა რომ არ ეთანხმებოდა, აკადემიური პერსონალი არ ეთანხმებოდა. ვინ მიიღეთ გადაწყვეტილება? აი კონკრეტულად ვინ მიიღეთ გადაწყვეტილება? თქვენ არ გითქვამთ რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაციები გაერთიანების საკითხზე. თქვენ თქვით მტკიცებიჩი რომ ეს ორი უნივერსიტეტი გაერთიანდებოდა და მოგვიანებით თუ სწორად მახსოვს სახელიც კი გააჟღერეთ რომ ერქმეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოგვიანებით არა, იმ დღეს. ხო, იმავე ხო, რამდენიმე საათს გულისხმობ მოგვიანებით. ანუ თქვენ მტკიცებით ფორმატში თქვი და არ გითქვამთ. ანუ ის საკითხი, რაზეც ახლა საუბრობთ, გაიმართა მას შემდეგ, რაც თქვენ გააცანით საზოგადოებას და აკადემიურ პერსონალს ტელევიზიებიდან, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. ვისთან ერთად მიიღეთ გადაწყვეტილება? თქვენ კაფეო იყოს რომ ეჩქარებათ პრესამსახურის თანამშრომლებს. ორი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. პირველი ის, რაზეც მე უკვე გითხარით და გაგიმახვილეთ ყურადღება, რომ ორივე რექტორი იყო ინფორმირებული და მათთან თანახმა იქნა მიიღო გადაწყვეტილება ინფორმირებას ხო არ ნიშნავს. მეორე თუ მე ხო გაცდეთ კითხვის დასმას. თქვენ რატო არ მაცდით რომ გიპასუხოთ? ანუ პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ რექტორები იყვნენ რა თქმა უნდა ინფორმირებული და მათთან შედგა წინასწარი კონსულტაცია ამ საკითხზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კომპეტენციათა გადანაწილება. როდესაც რეფორმაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ რა არის სამინისტროს კომპეტენცია, სად გადის ავტონომიურობის პრინციპი და როგორ ხორციელდება შემდგომი ნაბიჯები. სწორედ რეფორმასთან მიმართებაში კონკრეტულ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი არის, რა თქმა უნდა, სამინისტრო, იმიტომ რომ სამინისტრო არის პოლიტიკის გამტარებელი, თუმცა აქვე ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ და ეს საჯაროდაც დავაფიქსირეთ არაერთხელ და ასევე კონსულტაციების დროსაც, რომელიც შემდგომში ჯერ ჩემმა მოადგილემ გამართა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე და შემდგომში მე როდესაც მივლინებიდან დავბრუნდი ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად და ვთქვით ამის შესახებ, რომ შეიქმნა სამართლებრივი ბაზა, რომლითაც უნდა ჩამოყალიბდეს დროებითი მმართველი ორგანო და ამ მმართველი ორგანოს დაკომპლექტება მთლიანად უნდა განხორციელდეს პარიტეტული წესით ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები და თქვენ უნდა განახორციელოთ ეს რეფორმა. ზუსტად აქ გადის ის ზღვარი, როდესაც სამინისტრო რა თქმა უნდა არ და ვერ ჩაერევა და არც გვაქვს სურვილი რომ ჩავერიოთ ვინმეს ავტონომიურობაში, მაგრამ ამავდროულად გადაწყვეტილებები რეფორმასთან დაკავშირებით, ისევე როგორც კონცეფციის დოკუმენტთან დაკავშირებით, თავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხო, ანუ ვისი რა კომპეტენცია არის, ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა კონსულტაციები წინა დღით იყო განხორციელებული ორივე რექტორთან და ისინი ინფორმირებული იყვნენ ამ გადაწყვეტილების თაობას. კი ბატონო, გასაგებია, კიდევ ერთ პატარა კითხვას დაგისვამთ. გაერთიანების ნაწილში თქვენ თქვით რომ არ მიიღება აქ, მაგრამ სხვა უნივერსიტეტების ნაწილში თუ გეგმავთ რომელიმე უნივერსიტეტთან გაერთიანებას და რა ბედი შეიძლება ეწიოს აი ამ რეფორმის ფარგლებში რეგიონში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ეს ყველაფერი არის დამატებითი განხილვის საკითხი. ეს საკითხი, ანუ რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტზე ამ წუთას ასე აქტუალურად და აქტიურად არ განიხილება. ამ კონტექსტში ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი იყოს უზრუნველყოფილი და სწორედ ამ მიმართულებით ძალიან ახლო მომავალში უკვე გამოქვეყნდება შესაბამისი კვოტები, რომლებიც გადანაწილდება შესაბამისი პროფილის მიხედვით სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. თქვენ იცით ამ კონცეფციიდან გამომდინარე, რომ ყველა ფაკულტეტი უნდა არსებობდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორ ძირითად ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში, ხოლო რეგიონულ უნივერსიტეტებს მიეცემათ გარკვეული, ასე ვთქვათ, ვიწრო პროფილური მიმართულება. დავაზუსტოთ, თუ რაიმე შეეხება გაერთიანებას შეწყებას ამ საკითხს, მოხდება თუ არა, ასე გაიგებენ თუ არა ტელევიზიიდან თუ ჯერ მოხდება აკადემიურ პერსონალთან განხილვა ამ საკითხის, მათთან შეჯერება და შემდეგ უკვე საჯარო საკითხის გაცნობა საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ იმ
პროცესში, რაც კომპეტენციების გადანაწილებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სამინისტრო არის პასუხისმგებელი ამ რეფორმის სრულმასშტაბიან და შესაბამისი მიზნის კუთხით განხორციელებაზე და გადაწყვეტილებებს ამ საკითხთან მიმართებაში სამინისტრო ცალსახად მიიღებს, თუმცა არამც და არამც არც ერთ შემთხვევაში არც ერთი უნივერსიტეტის ავტონომიურობა არ იქნება დარღვეული. მადლობა. უკაცრავად ბოლო კითხვა, კახიცა ხატია პუბლიკა. ძალაში არის თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობების ნაწილის გაყიდვის საკითხი და რომელი კონკრეტული შენობები განიხილება ამისთვის? ამაზე პრემიერმაც ისაუბრა და მეც დაგიდასტურებთ. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ერთ-ერთი გამოწვევა, როგორც მახსოვს მე-7 გამოწვევაა იმ კონცეფციაში, რომელიც დამტკიცდა მთავრობის მიერ, არის მოძველებული და ამორტიზირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ პასუხობს ხშირ შემთხვევაში იმ საჭიროებებს, მარტივად რომ ვთქვათ, შტატით მყოფ პროფესორ-მასწავლებლებს ელემენტარულად სამუშაო ოთახები არ აქვთ ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტში. რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ აქ აბსოლუტურად არაფერი ალოგიკური არ არის, პირიქით ლოგიკა შეესაბამება, რომ უნდა არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიები, თანამედროვე სტანდარტების სამუშაო სივრცეები, ჩვენ ვისაუბრეთ მაღალი ხარისხის დაბალ ფასიან საცხოვრებელ კომპლექსზე, რეკრეაციულ მიმართულებებზე, რომლის კონტექსტშიც ქუთაისსა და თბილისსა და რუსთავს შორის აშენდება რამდენიმე წლის ფაქტორში ეს კომპლექსი. რაც შეეხება კონკრეტულ შენობებს, აქ უკვე შესაბამის უნივერსიტეტებთან იქნება გამართული კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით. და რომლები იქნება, რომელთან აპირებთ უყურეთ, ეს ამ წუთას არ განიხილება. ზოგადად ჩვენ ვთქვით, რომ ის შენობები, რომელთა საჭიროებაც არ იქნება კონკრეტულ უნივერსიტეტებთან მიმართებაში, მოხდება მათი პრივატიზება. ამიტომ ეს, რომელზე კონკრეტულად ახლა მე გამიჭირდება. ერთი რაც ჩვენ ვთქვით და მე მგონი ამაზე გაცხადებული პოზიცია გვაქვს, რომ კონკრეტული შენობები, რომელსაც აქვს გარკვეული ისტორიული ღირებულებითი ნაწილი, აუცილებლად შენარჩუნებული იქნება და არა მარტო როგორც შენობის სახით, არამედ სასწავლო პროცესიც ამ შენობებში ჩვეულებრივად გაგრძელდება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ნაწილი სასწავლო პროცესის და საქმიანობის, როდესაც აშენდება რუსთავთან ახლოს ეს ქალაქი, შეიძლება დავარქვათ საუნივერსიტეტო ქალაქი პირობითად, გადავა სახელმწიფო უნივერსიტეტების იქ, ხოლო ნაწილი იქიდან გამომდინარე თუ რომელი შენობები იქნება შენარჩუნებული, მათი ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოხდება მათი ინფრასტრუქტურულად გაძლიერება შესაბამისად და ისინი თავის ფუნქციონირებას დედაქალაქში, ცენტრალურ ნაწილში გააგრძელებენ.